საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ქართული ოცნების ბანდიტმა დე-ფაქტო ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრემიერად რომ მუშაობს იმ კაცმა ივანიშვილის პრემიეროა და ბანდიტიროა რეალურად ამ რამდენიმე ხნის წინ 2 დღის წინ 3 დღის წინ უკვე ვინც ის მერამდენედ განაცხადა რომ საქართველოს მზად არის ხელახლა დაიწყოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ელოდება საქართველოს ელის საქართველოს სიგნალებს ვაშინგტონიდან ეს ბაიდენი იყო ცუდი კაცი რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს შეაჩერა ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია საქართველოსსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრამპი ხომ განსხვავებულია ბაიდენისაგან ის ებრძვის ტრამპი deep state ზუსტად ისე როგორც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ებრძვის ეგ კი არა უფრო ადრეც კი დაიწყო დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბრძოლა ეგრეთ წოდებულ deep state-თან და შესაბამისად სანქციები კი არ არის მოხსნილი მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ანუ კობახიძე და მისი ბანდა მზად არის ურთიერთობების განახლებისათვის დაწყებისათვის სუფთა ფურცლიდან დაწყებისათვის და სანქციების მოხსნისთვისაც და ასე შემდეგ და ყველაფერს ივიწყებს და ელოდება ელის ვაშინგტონიდან სიგნალებს. ბანდიტ კობახიძეს ისევე როგორც მის ზურგს უკან კეფის უკან ხო მიღმა ყოფ ბიზინა ივანიშვილს და სხვებს გასაკვირველია მელკი ტიპებს მელკის სოშკებს ხო არ გაუგიათ არ ესმით რომ სიგნალები ვაშინგტონიდან არ იქნება არას დიდებით და არ იქნება არასოდეს რაც არ უნდა ლობისტური კომპანიები დაიქირავოს ბიზინა ივანიშვილმა და რაც არ უნდა ამ ლობისტურ კომპანიებს გადაავადებინოს ასე მაგალითად მეგობარი აქტის მიღება წელს მაღალი ალბათობით მაინც არა მაგრამ გაისად ანუ მომავალ წელს ანუ 2026 წელს ეს მეგობარი აქტი როგორც იქნება მიღებული იქნება და ეს მეგობარი აქტი მხოლოდ სანქციებს როგორც ასეც არ გულისხმობს პარემ გეტყვით თქვენ საქართველოს მოქალაქეებს მრავალ ასპექტიანი დოკუმენტია რომელსაც ცხადია გაეცნობით და რომელსაც ცხადია საბოლოო რედაქციას ამ მეგობარი აქტისა ყველა ვნახავთ, როდესაც ტრამპიც მოაწერს ხელს ამ მეგობარი აქტს, როცა იქნება კვლავ ვიმეორებს ერთ-ერთი თუ თავარი არა საკვანძო დღე ან საკვანძო თარიღი იქნება და გავარკვევს როგორი ურთიერთობა ექნება შეერთებულ შტატებს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, თუმცა ეს უკვე პრინციპში ცნობილია, რატო გადაეკიდა ბჭყალებში შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბიზინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას 10-ობით, ასე ვიტყვი 15, 17, 20, 30 მიზეზი და პატარ-პატარა მიზეზი უკვე არსებობს, მაგრამ თავარი მიზეზი მაინც არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილმა და რომელი უნდა ვასახელოს სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც არ ვიცი, მეც დაბნეული ვარ გარკვეულწილად, დაბნეული ვარ კი არა, არეული ვარ, რომელი არის უფრო უპირატესი, უფრო მნიშვნელოვანი, რომელი ერთი მიზეზი უნდა წარმოვთქვა ახლა, მაგრამ მაინც, ოკეი, ვიტყვი შემდეგს და ზოგადად ვიტყვი იმიტომ გადაეკიდა ვაშინგტონი თბილისს, რომ თბილისი სრულიად ანტიდემოკრატიული ეს გასაგებია, ანტილიბერალური ეს გასაგებია, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ წასული ოპონენტების შემვიწროებელი, რასაკვირველია ასეა, მაგრამ პირველ ყოვლისა და ტრამპისთვის ეს მართლაც წითელი ხაზია, ხო, გადაკვეთა თბილისმა, წითელი ხაზები თბილისი არის ქართული ოცნების თბილისი, ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლება არის ანტიამერიკული და ეს მარტო ვერბალურ პოინტებში არ გამოიხატება, ვერბალურ რემარკებში არ ვერბალურ განცხადებებში არ გამოიხატება, ზაზა ჩათირიშვილი თუ იტყვის, რომ ტრამპი deep state-ისთან დამარცხთან deep state-ის აგენტიაო, ესეც კი იციან ვაშინგტონში ცხადია, მაგრამ ჩათირიშვილი ფილოსოფოსად წოდებული ხომ საბოლოო ჯამში ფორმალისტური მმართველი არ არის, კი ყველა ვიცის, რომ ეს უკარდა ხამას ივანიშვილმა და ივანიშვილს კი FSB-მ, მაგრამ ჩათირიშვილს შეიძლება არც მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არ არის, ეს სიტყვები არ არის წარმოთქმული ოფიციალური, ფორმალისტური ხელისუფლების მიერ, თუმცა ფორმალისტური, ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ-იქ ამას ამბობენ. ხოლმე იშვიათად შესაძლოა ყურადღება არ მისაქცევად შესაძლოა, მაგრამ იმეორებენ ჩათირიშვილის ამბავს. ეს არ არის ანტიამერიკანიზმის
ყველაზე კარგი თვალსაჩინო დადასტურება არის ის, რომ შეერთებული შტატების ინტერესები აქედან ამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში. ასე მაგალითად ეს არის სასაკვირველია შუადერეფანი და შუადერეფნის განვითარებით და მათ შორის შუადერეფნის იმ მონაკვეთის განვითარებით, რომელზეც გადის საქართველო, ხო, შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო, ოღონდ ვერაფერს ვერ გახდებოდა შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი. თავად საქართველოს ხელისუფლება თუ იქნებოდა ფორმალისტური ხელისუფლება, de facto ხელისუფლება თუნდაც იქნებოდა არაადეკვატური, არაფერი, ერთი პატარა აგურიც კი არ დაუდია საქართველოს de facto ხელისუფლებას საიმისოდ, რომ შუადერეფანი ამოქმედებულიყო და ესოდენ მნიშვნელოვანი ტვირთები, საჭირონი დასავლეთისთვის, ზოგადად ევროპისთვის, სამხრეთ ევროპისთვის და შეერთებული შტატებისთვის რასაკვირველია, ამოქმედებულიყო რათა მომხდარიყო დივერსიფიცირება სამარშრუტო გზებისა და ტარიფებისა, თუნდაც ასე ვიტყვი გზებისა, მარშრუტებისა და რუსეთზე არ გასულიყო ტვირთის გარყავი, ჩრდილოდერეფანზე არ გასულიყო ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ახლაც არ გადისო, ბევრი თქვენგანი იტყვის, რასაკვირველია არ გადის იმის გამო, რომ რუსეთის კომპანიები და თავად რუსეთი არის სანქციებ ქვეშ, მაგრამ იმისთვის, რომ მოხდეს ტვირთი ცენტრალური აზიისა, მოხდეს ტვირთი ჩინეთისა და საერთოდ აღმოსავლეთისა დასავლეთში, ამისთვის ყველაზე უფრო საინტერესო, ყველაზე უფრო მიმზიდველი, ყველაზე უფრო კარგი არის რომ ეს ვიწრო ხელი, რომელიც საქართველოზე გამოდის, მით უფრო რომ საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო, რაც საქართველოს de facto ხელისუფლებამ არა მარტო დაბლოკა, არამედ დაბლოკა სამუდამოდ და მათ შორის დაბლოკა იმითაც რომ ჩინელებს ჩაუგდო 49%-ო ვინმე იტყვის, მაგრამ 2%, 1.1% არც არაფერია გამოსასყიდად, სამომავლო გამოსასყიდად ჩინელებისათვის და ესპორტი რა მნიშვნელობა აქვს ჩინელებს ჩაუგდო თუ არ ჩაუგდო, საბოლოო ჯამში ვერც ჩაუგდო, ესპორტი ვერც შენდება, არ შენდება, საქართველოს ხელისუფლება იქ ნიჩაბსაც კი არ არტყავს, თავის 51%-ის წილ ნიჩაბსაც კი არ არტყავს ანაკლიაში მოცემულ ეტაპზე, ეს რომ გაეკეთებინა, წაღებული ექნებოდა ტვინი საქართველოს ხელისუფლების რომელიმე რიგით ან არარიგით წარმომადგენელს და კადრი წამოხვებოდა იმის თაობაზე, როგორ მუშაობს რაღაცა კომპანიები ანაკლიაში, რომლებიც აღრმაწყლოვანებენ ასე მაგალითად ან რამ ინფრასტრუქტურას მართავენ ანაკლიის ხრმაწყლოვან პორტთან, იქ სადაც უნდა იყოს უფრო სუსტი რომ ვიყო პორტი. გარდა ამისა, ეს ერთი ამბავია, არაადეკვატურობის თვალსაჩინოება არის ის, რასაც საკეთებს de facto ხელისუფლება დემოკრატიული უკუსმა ბევრჯერ მithქვამს და არც ახლა არ დაგზარდებით, საქართველო ამ დონეზე იყო, ავიღოთ რაღაცა ნიშნული და ჩამოვიდა ქვებოთ. აზერბაიჯანი ამ დონეზე იყო და გაყინულია, ბელარუსი ამ დონეზე იყო, გაცრავად, ამ დონეზე იყო აზერბაიჯანი და გაყინულია, ბელარუსი ამ დონეზე იყო და გაყინულია, საქართველო ამ დონეზე იყო და დაღმასვლა აქვს და ერთ სულ მოსახლეზე არასწორი სიტყვა, მოსახლეობაზე მთლიანად რამდენიც ვართ, 4 მილიონამდე ხო, 3.500.000 თუ 3.600.000, ჩვენთან გაცილებით მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე არათუ აზერბაიჯანში, არათუ ბელარუსში და აზერბაიჯანში ერთად, არამედ ვიდრე რუსეთშიც კი, დიახ, თუ ყოველ პირობითად ვლაპარაკობ 1 მილიონზე მოდის რუსეთში ამდენი და ამდენი პოლიტპატიმარი, ჩვენთან მოდის მეტი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ სადღაც წავიკითხე 2 დღის წინ, რომ ჩვენთან უკვე 200 პოლიტპატიმარია და ამ სტატისტიკა თუ შეფარდება მოსახლეობისა პოლიტპატიმრებთან, ასეთი მძიმე არ არის რუსეთის რუსეთის ფედერაციაშიც კი დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ, სხვათა ჩაგვრით და სხვათა შევიწროებით, სხვების მიმართ რეპრესიების განხორციელებით მე არ მეკუთვნის ეს სიტყვები, მაღალზე მაღალი ალბათობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს, იმიტომ რომ მარკო რუბიომ თქვა, რომ მე მივესალმები თუ JD Vance
წააყენებს რესპუბლიკური პარტია 2028 წლის sapprezidento არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდანო მე მივესალმებიო ეს თქვა კვლავ ვიმეორებ მარკო რუბიომ მაღალზე მაღალი ალბათობით რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსია ამ სიტყვების ავტორი და ეს სიტყვები მან წარმოთქვა ამ 8-10 თვის წინ თებერვალში ზუსტი რომ ვიყო როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე გამოდიოდა ვერ მოიპოვებ დემოკრატიულ მანდატს სხვათა დაჩაგვრით ხო თითქოს ანტილიბერალური მოცემულ ეტაპზე ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედარებით მიმართებით ანტილიბერალური და ოდენ ამერიკაზე first-ზე ორიენტირებული უფრო მემარჯვენე გამაგაებული ასე ვიტყვი შეერთებული შტატები ასე არ უგულებელ ყოფს უმცირესობების მათ შორის პოლიტიკური უმცირესობების უფლებებს და ასე არ არის რომ შენ რაღაცა ჩვენ ასეთ პოლიტიკას ვაწვევით შენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო არ ეუბნება მსგავს არაფერს არ ეუბნება პარტნიორებს თუ ქვეყნებს რომლებიც წესით პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს უნდა ყოფილიყო არა თუ წესით პარტნიორი ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია არამედ საქართველოს უნდა ყოფილიყო პარტნიორთა შორის მთავარი პარტნიორი ამ რეგიონში რომელსაც შეერთებული შტატები ეყრდნობოდა შეიძლება არ მოსწონს დიდად პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტი ბუში უმცროსი ამ 20 წლის წინ რომ იმყოფებოდა საქართველოში ზუსტად 20 წლის წინ და საქართველოს დემოკრატიის შუქურას რომ უწოდებდა საქართველოს იყო რეფორმებისა და დემოკრატიის შუქურას სწორედაც რომ 20 წლის წინ მაგრამ ასე შეიძლება დიდად არ მოსწონს კვლავ ვიმეორებ ასევე რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი მაგრამ უთუა რომ პრეზიდენტი ტრამპი იხსენებს იმას რას ამბობდა მისი წინამორბედი თუ არ მეშლება ესე იგი ბაიდენამდე თავად ტრამპამდე ობამამდე ხო სწორედაც რომ ბუში და იხსენებს იმას რაც თქვა ჯორჯ ბუში უმცროსმა ამას გარდა ის რასაკვირველია მას რასაკვირველია რომ ტრამპს ახსენდება ის საუკეთესო ურთიერთობები რომლებიც ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთან და ახსოვს პრეზიდენტი სააკაშვილი სად არის ეს კაციო რომ იკითხოს ან რომ ეკითხა აქამდე საპატიმროშია his prisoner-ო რომ უთხრან რომ ეთქვათ მისთვის ანუ პტყვეაო პატიმარიაო და ვისიო რომ იკითხავდა ამ რაღაცა პატარა ოლიგარქუკას პტყვეაო ამასაც უთუოდ ეთყოდნენ აი ეს ამბავია მაგრამ გარდა ამისა ამბავია ის რომ ტრამპმა რასაკვირველია იცის რომ ამ ოლიგარქუკამ ტრამპის ფინანსებთან მიმართება ელონ მასკის ფინანსებთან მიმართებაში რასაკვირველია ჭიაღუღა ბიზინა ივანიშვილმა ხსენებული მარკო რუბიოს წერილიც არ მიიღო როცა იყო მაშინ და შეერთებული შტატების ინტერესები თავიდან ბოლომდე უგულებელ ხო აქ არის შუადერეფანი აქ არის კიდევ ერთი ამბავი რომელსაც არც არავინ არ აქცევს ყურადღებას თითქოს დიახ პრაგმატულობაზეა დაფუძნებული რასაკვირველია მსოფლიო და მათ შორის შეერთებული შტატების პოლიტიკა პრაგმატულობა განსაზღვრავს პრაგმატიზმი განსაზღვრავს რასაკვირველია ბევრ რამეს მაგრამ ეს არ არის რომ იდეალები როგორც ასეთი ან არაპრაგმატული დედაბოძები არ არის მასაზრდოებელი ამა თუ იმ ქვეყნისა ფრანგები თუ ბრიტანელები თავის ტრადიციებს და თავის სულისკვეთებას როგორც ასეც სცემენ პატივს ამერიკელებიც რასაკვირველია ეს ყველაფერი ფილოსოფიურ თეზებზეც არის დაფუძნებული ფილოსოფიური თეზა ამ ქვეყნისა ჩვენი ქვეყნისა იყო გაგიკვირდებათ და რუსეთის ნავში არ ყოფნა არჩა გადახტომა არასდიდებით ბიზნა ივანიშვილმა ეს ფილოსოფიური თეზა როგორც ასეთი სულისკვეთება როგორც ასეთი მოარღვია მოშალა მან დესუვერენიზაციის პროცესი მძიმე პროცესი ჩვენი სახელმწიფოსთვის რომ დაიწყო მან პირველ ყოვლისა დაარტყა იმას რასაც ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს ქართველი ერის ქართველი ხალხის სულისკვეთება ფილოსოფიური საწყისი ჰქვია და ეს არის გადაგდება საქართველოსი და ქართველობისა რუსულ ჩასაზირად განწირულ ნავში გაგიკვირდებათ და შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ შესაძლოა არაუშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა არამედ სხვებმა იციან რა ნაწილობრივზე მეტად და უკეთ საქართველოს ისტორია ხო აი ესეც დაუწუნეს არასწორი სიტყვა, ესეც დაინახეს ბიზინა ივანიშვილში, როცა ქართველი ხარ და რუსულ საქმეს აკეთებ, შენ ქართველად აღარ იწოდები, ეს ითქვა, ან ამას ამბობს პრინციპში
მთელი ცივილიზებული სამყარო და ამ ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი ქართველი ხალხი, რომელიც დღე და ღამ, ასე ვიტყვი, ყოველ დღე, ასე ვიტყვი, ქუჩაშია გამოსული და ამას ეწინააღმდეგება. დიახ, აი ამ დედაბოძის, ქართული სახელმწიფოს დედაბოძის მორღვევას ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი, რომელიც უკვე 342 რაღაცე დღეა კეტავს რუსთაველს და უკვე გააგიჟა ბიძი და ივანიშვილი, რომელიც იღვიზებს რა ყოველ დილით, კითხულობს ცხადია გადაიკეტა, რუსთაველი გადაიკეტა, რუსთაველი ასე პასუხობენ ბიძი და ივანიშვილს ვერ მოვატყუებენ და იმიტომ ხო და აი ეს ამბავია ჩემო ბატონებო და ირაკლი კობახიძისეული წიახსვლა რომ მოდი გადავტვირთოთ ურთიერთობები დონალდ წარმოუდგენელი ამბავია სულისკვეთება მოარღვიერა შენ კობახიძევ შენთან ურთიერთობებს ჩვენ ვერ გადავტვირთავთ ანტიამერიკა და ანტიამერიკელი ხარ რა ვერ გადავტვირთავთ მაგრამ კიდევ იმიტომ რომ შენი ნაჩალნიკი კეფის უკან მყოფი მდგომი იზინა ივანიშვილი გამოცდილება გვკარდახობს რომ კიდალა გადამგდებია რომ დამღალატებელია რომ არც არაფერს გააკეთებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღსადგენად მათ შორის იმიტომ რომ თუ შემოტოპავს ამ ურთიერთობებში მოსკოვიდან თიც დაუქნებენ ნო ეტყვიათ нет господин ივანიშვილი вам этого уже не позволено და ვითარცა კურდღელი ვითარცა აგენტი რუსეთისა ვითარცა რუსეთის მიერ გამაგრებული ბიზინა ივანიშვილი ვაშინგტონს რომელიც ახლა სჭირდება უბრალოდ რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს მეტი მათ შორის შიდა და გარე აგრეთვე ვაშინგტონს უკვე ზეგი იქნება თუ მაზეგ როგორც კი თიც დაუქნევს ფსბ თუ კრემლი გასაკვირველია კიდევ ერთხელ დააღალატებს არ დაუღალატებია თუ რა არ იყო მისი მართველობის აისი განთიადი ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო და ვაშინგტონს მასთან პრობლემები არ ჰქონდა მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი წარმოდგენით 13-14-დანვე მაგრამ შესაძლოა 16-დან 18-დან მოსკოვიდან მან მიიღო მკაფიო სიგნალები no господин иваნიშვილი нет господин иваნიშვილი we перебарщиваете вы თქვენ აჭარბებთ ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე ეს თქვენი პროდასავლელი ტიპების დახსენით, მიხსენით, მოხსენით, გაანადგურეთ ჭორები, აუგორეთ კამპანიები, აუგორეთ რაც გნებავთ ისკენით, ჩაძირეთ, მოკლედ და თავიდან ბოლომდე დაეყრდნით იმათ, ვისაც ჩვენ გიკარდახებთ და უკარდახეს კიდეც კალაძე მარადიული მერია თუ სამგზის მერია თუ ბანდიტი მერია რასაკვირველია და არა მარადიული მაგრამ 2016 წლიდან შემოვიდნენ ასპარეზზე სწორედაც რომ ეს ბანდიტი კობახიძე რომელიც თაობაზეს მოსკოვმა უკარნახა ბიძინა ივანიშვილს კალაძის გავლით სხვათა შორის ბანდიტი პაპუაშვილი, ბანდიტი მდინარაძე, ბანდიტი 1 2 3 და ასე მოხდა ინფილტრაცია არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვაგლახ რომ ყველა სტრუქტურაში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში რუსებისა ან ქართულგვარიანი რუსებისა ან ვინიც ისოცა ყველაფერი გაიასნდება, გაირკვევა, იქნება და აღმოვაჩინოთ ივანოვების, პეტროვების სუსში ივანოვები და პეტროვები სუსში, სიდოროვები და კუზნეცოვები თავდაცვის უწყებაში და ასე შემდეგ. არა, გამორიცხავთ. და თუ გამორიცხავთ, მაშინ მე მინდა გითხოთ, ორა, მე მაინც და მაინც იმას არ გულისხმობ, არა. არ გულისხმობ მაინც და მაინც რომ მინისტრის მრჩეველია რომელიმე მათგანი, მაგრამ სადღაც აუთსორსზე ხო გაფორმებული ექნება თავდაცვას იქნება თუ სუს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცა ესეთი ხელშეკრულება, რაღაცა кампания из России, которая регистрирована компания რუსეთიდან, რომელიც რეგისტრირებულია ვიხდი პარალელურად საქართველოს იუსტიციის დევალვირებულ მეტწილად უკვე სახლში და ამ რეგისტრაციის შპს-ს ასე მაგალითად ამ კომპანიის თავკაცები არიან კუზნეცოვი თუ ივანოვი ემუშავება კონსალტინგის ამბავ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებას. ერთმა უწყის რა კონსალტინგს უწევს, მაგრამ ეს კონსალტინგი რასაკვირველია ქართულ საქმეში ჩამჯდა ქართულ საქმეს არ ემსახურება ქართული საქმისთვის არ არის. We должны как-нибудь და მე გრძელდება ეს ბევრი წერტილია მრავალი წერტილი. და ეს ადრე თუ გიან გაირკვევა მე უბრალოდ ძალიან რთული იქნება ამათი ამოშთობა რასაკვირველია იქნება მეტნაკლებად იოლი
მე გულისხმობ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დონეზე პრაქტიკულად, მაგრამ აი ამ ტიპები, ამ რამდენად ღრმად არის შემოთრეული რუსული სპეცსამსახურები საქართველოში, ეს კი რამდენად დიდ ფესვ გადგმულია, ეს კი ცოტა რთული გასარკვევიც იქნება საწყის ეტაპზე და ძალიან მკაცრი, აი ხა უცნაურ რამეს ვიტყვი, ძალიან მკაცრი ხელი დაგჭირდება საიმისოდ, რომ ჩვენ აღმოფხრათ და აღმოფხრათ, ამოვძირკვოთ და და ბუდიანა ამოვძირკვოთ რუსები ეთნიკურად, ეროვნებით რუსები, რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ აგრეთვე ქართულგვარიანი რუსები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა უწყებაში არიან შესული, მეთქი ვინმე თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგდია და ლაპარაკობს ან ჩალიჩობს იმას, რომ რუსეთში გაევიდეს იმაზე ბევრად მეტი ღვინო, ვიდრე უნდა გავიდეს, ისიც კი გაგიკვირდება და ირიბად FSB-ს აგენტი არის, რაოდენ სამწუხაროს არ უნდა იყოს, არა, ვინმე იტყვის ღვინოს რა მნიშვნელობა აქვს, სად გაიტანო, მაგრამ როდესაც ხდები დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ეს შენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უშლის ხელს, ანგრევს, ასე ვიტყვი, უშლის ხელს კიდევ რბილად ნათქვამია. მოკლედ, ამასობაში მიაქციეთ ყურადღება რა ხდება უკრაინაში, იმიტომ კი არა უკრაინა იმარჯვებს, არა, მაგიტომ არა. უკრაინა იმარჯვებს საბოლოოდ, მაგრამ რა ხდება უკრაინაში, იქ როგორ ფეთქდება ხიდზე ნავთობტერმინალი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, როგორ შარდავენ წითლად რუსი ტელეგრამშიკები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, სწორედაც რომ უკრაინაში და უკრაინის გარშემო მიაქციეთ ყურადღება რამდენად ხდება მარწუხების მოჭერა სწორედ რუსეთზე და დააკვირდით ამ შიზოიდ ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც ეს კონტექსტი ვერ გაუგია და მის გობახიძეს კი ელაპარაკებს, მოდი გადავტვირთოთ. არბინა ჟესტიკულაციით გაჩვენოთ, როგორი ჟესტიკულაცია, როგორ ჟესტიკულაციითაც ურთიერთობენ თბილისთან, ვაშინგტონიდან. არბინა უბრალოდ რაღაც გაჩვენოთ, რას აჩვენებენ ირაკლი კობახიძეს და ბანდას ვაშინგტონის ელიტები. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ ის კი უნდა იცოდეთ, რომ ამათთან ურთიერთობას ხელახლა არავინ დაიწყებს. წაეთრიეთ და ახალი საქართველოს ახალ პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენ ურთიერთობას რასაკვირველია დავიწყებთ. ესეთია სიგნალი ვაშინგტონიდან. ნახვამდის.